მოგესალმებით. წარმოგიდგენთ ვიდეო სპეციალურად მერვე კლასელებისთვის, ვინც ახლახან დაასრულა მე-7 კლასი და იმზადება ახალი სასწავლო წლისთვის და სურს რომ ფიზიკის გაკვეთილებს შეხვდეს უფრო მომზადებული, ასე ვთქვათ, და გამეორებული ქონდეს მე-7 კლასის პროგრამის ნაწილი, მაინც რომელიც მნიშვნელოვანია. პირველ რიგში გეტყვით, რომ მერვე კლასის თემატიკა გვაქვს ისეთი, რომ პირველი სემესტრი უფრო მეტად დატვირთულია მსუყე თემებით, განსაკუთრებით პირველი თავი. ეს არის მექანიკური მუშაობა, სიმძლავრე, ენერგია, ენერგიის მუდმივობის კანონი. ძალიან საინტერესო თემებია. მაგრამ ისეთი თემებია, რომლებიც მოითხოვს წინარე ცოდნას აუცილებლად და ეს ცოდნა ეხება მე-7 კლასის ბოლო და ბოლოსწინა თავს, განსაკუთრებით ძალების თავს. ამიტომ მე, როდესაც ვიწყებ ხოლმე სასწავლო წელს, ყოველთვის ვამეორებინებ ძალების თემას მერვეში. და აი ამ ძალების თემას ვთვლი აუცილებლად, რომ ყველამ უნდა გაიმეოროს და თუ კიდევ უშოთ მასწავლებელმა ისე ჩათვალა, რომ არ არის ამისი დრო და ვერ ახერხებთ სკოლაში, რომ გადაიმეოროთ ეს წინა კლასის მასალა, შეგიძლიათ ამ ვიდეოს მეშვეობით გადახედოთ, მაგრამ სანამ სასწავლო წელი დაიწყება, მანამდე სკოლაში მისვლამდეც თუ გამეორებული გექნება, ძალიან კარგი იქნება ჩემი აზრით. ნებისმიერ შემთხვევაში გამეორებინებენ თუ არა მაინც. ესე იგი, რა ძალები ვისწავლეთ ჩვენ? მე-7 კლასში სანამ ძალებზე გადახვიდოდით, მანამდე ისწავლეთ კიდევ საინტერესო თემები, ნივთიერების შემადგენელი ნაწილაკები, მოვლენები, დიფუზია, სიმკვრივე, მექანიკური მუშაობა და ესეთი სხვა საინტერესო თემები გქონდათ, მაგრამ ისინი მაინც იმდენად დაწვრილებით გექნებათ მასწავლი, რომ ალბათ გემახსოვრებათ აუცილებელ დონეზე და ძალების თემა მაინც ისე არის, რომ ერთჯერ ერთი ძალა ისწავლეთ, მერე მეორე, მესამე, მეოთხე, ბევრი იყო, თქვათ მე-7 კლასისთვის შეიძლება. გააჩნია კიდევ როგორ გაქვთ გავლილი და დამუშავებული. აი მერვე კლასში კიდე სხვანაირად აღიქვამთ, მე-9-ში კიდე ხელახლა სწავლობთ ამ ძალებს სიღრმისეულად და ცოტა უფრო უკეთ. ამიტომ მე კიდე კარგად ისწავლით, მაგრამ მუშაობა რომ კარგად გაიგოთ, მერვეში რა გაკვეთილიც იწყება, პირველი ასახსნელი გაკვეთილი, კარგად უნდა იცოდეთ თვითონ ძალები, უნდა გახსოვდეთ. და იმეც გავამზადე ახლა ფაილში სპეციალურად და უნდა გესაუბროთ პირველ რიგში სიმძიმის ძალაზე. სიმძიმის ძალა არის ის ძალა, რომელთაც დედამიწა იზიდავს სხეულებს, მის გარშემო და მის ზედაპირზე არსებულ სხეულებს. ჩვენზეც ემოქმედებს, ჩვენს ნივთებზე, ყველაფერზე. ესე იგი, სიმძიმის ძალა რომ არ არსებობდეს, ზოგადად სიმძიმის ძალა არის მიზიდულობის ძალის ერთ-ერთი სახე, რომელთაც უშუალოდ დედამიწა იზიდავს სხეულებს. და სიმძიმის ძალა რომ არ არსებობს, მაშინ გამოდის არც მიზიდულობის ძალა არ უნდა არსებობდეს, ხო? მაშინ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. შეგეძათ დაძებნოთ ასეთ ვიდეოები არის, რა მოხდებოდა, როგორ იფრენდა ყველაფერი ქაოტურად სამყაროში, რა ვიცი, შეიძლება პლანეტები ერთმანეთს აჯახებოდნენ, ვარსკვლავები, თანავარსკვლავედები, მოკლედ ქაოსი იქნებოდა. და სიტყვა კოსმოსიც რომ ნიშნავს წესრიგს. მოსწავლეებს ხშირად ვეუბნები ხოლმე, არ ვიცი ვიდეოებში თუ მაქვს ნათქვამი. ანუ რაღაცნაირად არამხოლოდ კოსმოსშია ეს წესრიგი, ანუ ყოველ დღიურობაშიც, ჩვენს გარშემოც, ყველაფერში არის ეს ჰარმონია, ასე ვთქვათ, ოღონდ თუ კი დავინახავთ ჩვენ და ადამიანების ასე ხელოვნურად შექმნილ პრობლემებში არ ვიცხოვრებთ. მოკლედ, რისი თქმა მინდა, რომ ეს სიმძიმის ძალა არის აუცილებელი ძალა, რომელიც დედამიწაზე არსებულ სხეულებზე მოქმედებს. და რაზე არის დამოკიდებული? ეს არის დამოკიდებული თავისუფალი ვარდნის აჩქარებაზე, დედამიწის მიზიდულობაზე. შენს რომ ეძახით და ის ლათინური დასახელება აქვს გეამასოს. დაახლოებით ეს არის ხამთელი 8 განსხვავდება ბარსა და მთაში, ეკვატორსა და პოლუსებზე, რაც უფრო ახლოს არის დედამიწის რადიუსთან, მით უფრო მეტია. ჩვენ ამას ვამბობთ დაახლოებით 10-მდე, ერთეული შეიძლება შეგვხვდეს ნიუტონ მეტრი, ნიუტონ კილოგრამი, ან მეტრ-წამ კვადრატი, იმიტომ რომ თავისუფალი ვარდნის აჩქარებაც არის. ესე იგი, ეს გერო გავამრავლოთ თემზე, მასაზე, ანუ რა მასისაც არის სხეული, ის რომ გავამრავლოთ ამ მიზიდულობის მუდმივაზე, მივიღებ სიმძიმის ძალას ნიუტონებში. ანუ თუ სხეულის მასა არის 500 გრამი, ის გადაყვავს კილოგრამში 0.5 გრამი, მრავლდება 10-ზე, 10-მდე დავამრავლოთ,
მივიღეთ 5 ნიუტონი, ანუ 500 გრამ მასის სხეულს დედამიწა იზიდავს 5 ნიუტონი ძალით. ანუ ძალის ერთეული ნიუტონია, მასა გამრავლებული თავისუფალი ვარდნის საჩქარებაზე გვაძლევს 1 ნიუტონს. ეს არის სიმძიმის ძალა. შემდეგი ძალა არის დრეკადობის ძალა. დრეკადობის ძალას ასეთი ფორმულით ვითვლით F დრეკადობა უდრის kx. ეს არის დრეკადად დეფორმირებულ სხეულებზე მოქმედი ძალა, დაჭიმულ, გაწელილ რაღაც ესეთ სხეულებზე, ნებისმიერ სხეულზე, რომელიც დეფორმაციას განიცდის, მოქმედებს დრეკადობის ძალა. რაღაცა ძალით რომ ზემოქმედებ, გინდა რომ შეკუმშო, ან მოღუნო, ან რაღაც ესეთი მოლეკულების ურთიერთმიზიდულობა, განზიდულობის ძალები მოქმედებს და გვეწინააღმდეგება, ანუ გარკვეულ დონემდე შეიძლება სხეულთა კუმშვა. გააჩნია კიდევ რა ტიპის ნივთიერებებთან გვაქვს საქმე. ანუ ყველა შემთხვევაში გვეწინააღმდეგება ეს ნივთიერება და ცდილობს დაუბრუნდეს პირვანდელ მდგომარეობას. ეს არის დრეკადობის ძალა, რომელიც ძალითაც გვეწინააღმდეგება. ძალის ერთეულია ნიუტონი. ანუ K, ანუ სიხისტის კოეფიციენტი მრავლდება x-ზე, ზამბარის შემთხვევაში ზამბარი სიხისტია და ზამბარა რამდენი სანტიმეტრითაც გაიჭიმება ან შეიკუმშება, იმაზე ვამრავლებთ მანძილზე სიხისტის კოეფიციენტს და ვიღებთ დრეკადობის ძალის მნიშვნელობას. თვითონ K კოეფიციენტი მიღებული არის დრეკადობის ძალა გაყოფილი მანძილზე, ანუ ნიუტონი გაყოფილი მეტრზე და ერთეული აქვს ნიუტონ მეტრი. კონკრეტულ ამოცანებზე არ გადავალ, არის მე-7 კლასის ამოცანები ზოგიერთები განხილული და შეგიძლიათ ნახოთ ვიდეოებში. ხახუნის ძალა ვისწავლეთ ასევე. ხახუნის ძალა არის სამი სახის: უძრაობის, რეალისა და გორვის. უძრაობის მათ შორის ყველაზე უფრო ძლიერი შეიძლება იყოს, იმიტომ რომ მოდულით მეტი, იმიტომ რომ გააჩნია კიდე შემთხვევებსაც, კერძო შემთხვევებს, მაგრამ ზოგადად სხეულთა დაძრო ჩვეულებრივ შემთხვევაში უფრო რთულია, ვიდრე შემდეგ მისი გასრიალება, ხო? იმიტომ რომ მასზე მოქმედებს უძრაობის ხახუნის ძალა, ეს არის სიმძიმის ძალა გამრავლებული ხახუნის კოეფიციენტზე, მიუზე. ანუ მიუ mg სტოლი არის ხახუნის ძალა. ერთეული ამასაც ნიუტონი აქვს. დანარჩენი ყველა სიდიდე ცნობილია. ხახუნის კოეფიციენტს ერთეული არ აქვს, იმიტომ რომ ნიუტონი იყოფა ნიუტონზე და ესე არის მიღებული. ეს ერთადერთი სიმბოლო არის, რომელთაც აღნიშნავთ რაღაცა სიდიდეს და არ აქვს ერთეული ჯერჯერობით, რაც თქვენ ისწავლეთ. შემდეგ წონა გაქვთ ნასწავლი, სხეულთა წონა რეალურად კიდე სხვანაირადაც გამოითვლება, ანუ დამოკიდებული არის სხეულის საჩქარებაზე, ანუ აქ შეიძლება იყოს პლუს ან მინუს ემა, მაგრამ ჯერ აჩქარება არ გისწავლიათ, ამიტომ მე-7 კლასში ესეთ მარტივად, როგორც სიმძიმის ძალას, ისე ითვლის წონასაც. უწონადობის მდგომარეობაც ისწავლეთ, როდესაც სხეული არ აწვება საყრდენ სანსაკიდელს, მაგ შემთხვევაში უწონობის მდგომარეობაში და რა ძალითაც აწვება საყრდენ სანსაკიდელს, ეგ არის იგივე წონა, ანუ როგორც სიმძიმის ძალას ვითვლით mg-ს მეშვეობით, ასევე ვითვლით წონასაც მე-7-ში. რაც შეეხება ამონგდებ ძალას. ეს მოქმედებს სითხესა და აირში მოთავსებულ სხეულებზე. რა მოცულობითაც არის ეს სხეული მოთავსებული, ის მოცულობა უნდა გავამრავლოთ აუცილებლად იმ გარემოს სიმკვრივეზე, რომელშიც არის, ეს იქნება სითხე თუ აირი. და მერე თავისუფალი ვარდნის საჩქარებაზე და ასე გამოვითვლით ამომგდებ ძალას. ხშირად ეშლებათ ხოლმე ეს ხან როს არასწორად წერენ სხეულის სიმკვრივეს ნიშნავენ, მოყავს ხოლმე მერე მაგალითები, კოვზი რომელ სითხეში უფრო სწრაფად ვარდება თაფლსა თუ წყალში. რა თქმა უნდა, მას ყველა პასუხობს სწორად, რომ წყალში უფრო სწრაფად ვარდება, მერე რატომ რომ გადავდივართ კითხვაზე, იხსენებენ ბავშვების სიმკვრივეს, რა თქმა უნდა, თაფლს მაღალი სიმკვრივე აქვს, შესაბამისად ამონგდები ძალა არის უფრო მეტი, სწორედ ეს აფერხებს კოვზის ვარდნას სწრაფად თაფლში. აი ამ ძალებს თუ გადაიმეორებთ, ამ რამდენიმე წუთიანი ხა ვუყურებ და ჯერ კიდევ 9 წუთია გასული, 10 წუთიც კი არ არის. აი ამ 10 წუთში თუ უცებ რაღაცები გაგახსენდათ, თუ თავის დროზე კარგად გქონდათ ნასწავლი, მისაღებია წნევის თემა. არ გჭირდება ესე ყოველდღიურად, უფრო მე-9 კლასში დაგჭირდებათ და შეგიძლიათ მერე გაიმეოროთ, ან რა ვიცი, თქვენი სურვილით შეგიძლიათ დაძებნოთ აქ მე-7 კლასის თემების ვიდეოები და გაიმეოროთ. იმედია მოგეწონათ ესეთი მშრალი გამეორება და უცბად ესე თეთრ ფონზე დაწერილი ფორმულები.
და თუ რამე კითხვა გექნებათ, დაწერეთ კომენტარებში. მადლობა ყურადღებისთვის.